წარმოადგენდა. ასევე ლანჩხუთში ძალიან დიდი საშუალებაა შემოსავლისა, რომ აი ამ გარკვეული მაგალითი წარმოადგენდა შექმნას დაინტერესებული ადამიანებს თუ რა შეიძლება სწორი დამოკიდებულებით როგორი შედეგი. ესე მინდა დავსვა კითხვა და მაინტერესებს თქვენი აზრი და როგორი იქნება ხალხს. აი ესე რომ წარმოვიდგინოთ ეხლა რომ მე ვირჩევ თვითმმართველობის არჩევნებში რაიონის პირველ პირს, ხო? რაიონის პატრონს ვაბარებ ყველაფერს ამ სიტუაციაში და რაც ახსენეთ თქვენ რომ რაღაცა ქართლის ნაშთია, რაღაცა არიკიდელი სიამუშავება შეიძლება თვლით თუ არა რომ ნუ აი ეს დოკუმენტი ვახსენებთ, იწერება ეს დოკუმენტი, არ სრულდება ეს ფუნქციის გადაცემა არ ხდება, ხო? აი ესეთ სიტუაციაში რა უნდა მოიმოქმედოს, აი რატო არ არის ეს საზოგადოება აქტიური, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც უწევია ეკონომიკის სამინისტრო ამ შემთხვევაში, რომელსაც ეს ქონება ხელში უკავია და როგორც უნდა გაყიდეს რა ფორმითაც და რა ეკონომიკის სამინისტროს და ცენტრალურ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში უნდა ქონდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, რომელიც დარგია თუ ტერიტორია თუ შენობა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო უსაფრთხოების ან სახელმწიფო განვითარების. ეს რაზე ჩვენ ვლაპარაკობთ, თუნდაც ყოფილი 30 წლის თუ 40 წლის წინანდელი პოლიტიკაში. მოკლედ ეს აზრი, როგორ გავაძლიეროთ ეს საზოგადოება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამის აქტიური მოთხოვნა. აქტიური პროპაგანდა. ჩვენ ირაკლი გოგამამ დაანონსა და გარკვეულეს თქვა ეს სალტეს ჯგუფი ძირითადად გვექნება შეხება რეგიონებთან. აქვს ბევრი მოსაზრება, დაგროვდა ცოდნა, ვიცით რა როგორ და რანაირად გაკეთდეს, თუმცა გვინდა რომ გავიდეთ რეგიონებში და რეგიონების მაცხოვრებლებს, გონიერ ხალხს, აქტიურ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავეკითხოთ, ჩვენ ჩვენი მივაწოდოთ და იქიდანაც მივიღოთ ინფორმაცია და ნახეთ აი რა კითხვა მინდა თქვენ დაგისვა და ამაზე გავამახვილოთ ყურადღება რომ ლოგიკა ხო ეს კარათის ქარხანა არ არის ქვეყნისთვის ნომერ პირველი სტრატეგია ეკონომიკის სამინისტრო ამას გავყიდე არ გავყიდე იმას მივყიდე არა ეს არის მუნიციპალური განვითარება რეგიონული განვითარება დააბრუნდა აი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობა აი რესურსული პოტენციალის გამოყენების ესე ვთქვათ კარგი საშუალება ხო შენ რატომ მიწვიტავ მე აქ ან მიწის თემას ან ამ შენობის თემას ან სხვა რაღაცას როცა მე გაცილებით მეტი ჩაჭიდება შემიძლია და გაცილებით მეტი ეფექტურობა შემიძლია და საით მივყავს ახლა რომ ცენტრალური ხელისუფლება დეცენტრალიზაციის სტრატეგიას წერდა არასრულად და ადგილზე კაცი ავირჩიეთ რომელიც უნდა იყოს ხმალამოღებული დამცველი ყველა ინტერესით მისი ფუნქციით ბევრჯერ წაიკითხონ ხოლმე ეს ფუნქცია რომ მათ ფუნქცია არ არის საბავშვო ბაღის რემონტი ან რომელიღაცა გზის რემონტი მხოლოდ და მთლიანობაში მთელი მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ეხება და ადგილობრივი თვითმმართველობის დონე კონსტიტუციითაც ეს არ არის ვერტიკალი მმართველობის, ეს არის ჰორიზონტალური მიზეზი. ცენტრს თავის ფუნქცია აქვს, ამას თავის ფუნქცია აქვს. ის ამის პირდაპირ უფროსი არ არის, ამას კონსტიტუცია იცავს. როგორ გავაღვიძოთ ეს საზოგადოება? რა არის გასაკეთებელი და წეგან გითხარით, რომ ჩვენ ვაპირებთ ეს მოძრაობა გქონდეს და ძალიან მაინტერესებს, რომ აი საიდან არის ეს ყველაფერი დასაწყები თქვენ ამ შემთხვევაში როგორც რეგიონის და მუნიციპალური ხელმძღვანელი, როგორც ასე ვთქვათ, თავრობაში ნამყოფი ადამიანი და ამ შემთხვევაში მაცხოვრებელი და იქ მყოფი ადამიანი, რომელმაც არის ეს გაჭირვება და ეს პრობლემები ყველაფერი იცის. და მნიშვნელოვანი კითხვა არის და მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ აქედანაა დასაწყები ეს ყველაფერი. და მე ჩემი ფილო შეხედე ამ მდგომარეობას და ამიტომ ერთ-ერთი რაც აუცილებლად დავინახე ადგილობრივი ინტერესის ასე ვთქვათ გააქტიურება ამის შეხედული საზოგადოების დარბაზი. და საზოგადოების შეხედულში ადამიანებისგან აქტიური ადამიანებისგან რომელსაც თქვენ როგორცაც თვლით უნდა გამოხატებულად შეუძლიათ თავიანთი პრინციპით თუ ადგილობრივი საზოგადოება გასაძლიერებელია. აი ეს აუცილებელი და ამ ადგილობრივი ავტორიტეტული საზოგადოების მიერ დაყენებული საკითხი ყველა ცალები გავხარით, შემდგომი თქვა ორგანიზაციის რომლებიც
აი ამის ამგათვალისწინებამ მათთვის წამგებიანი ყოფილა და დაახლოებით აი ესეთი პრინციპი და მაგრამ აი თვითონ სისტემა ისეთი სისტემა დამყარდა საერთო სისტემა რომელიც გულისხმობ ადგილებზე ძალიან დიდი შეიძლება თქვა ნეგატიურ როლს თამაშობს აი ამ მდგომარეობა იმიტომ რომ იმას სოფელში ის მაგალითად ხოთი კონცილია შემთხვევა იყო პარტიული ნიშნი დაქება ჩერჩევანანათე ის მეურნეა ის უნარიებს ამის მიხედვით არჩევენ და ისინი არჩევენ ამ თავს თავიანთ მოვალეობას აი ესეთი პრინციპი დახტება ხოლმე მხოლოდ იმის თქვა აი ამ ხელისუფლების მიერ კეთილი შეუძლია თქვა და გარკვეული დროს არჩევნების დროს პოლის მობილიზება და მხოლოდ ეს არ გახდა იგივე არის თქვენს დასვით რატო ადგილობრივი ხელისუფლება თქვა მერიბოდა და რატო აფიქრებს ამას პროფესორებს დაწუნებული ვარ ძალიან ბევრი ესეთი გაჩერებული ობიექტი თქვა გასაცდელობა და გამოუჩნდება პატრონი იმიტომ რომ ხედავთ რომ აქტიურები ადამიანები არიან დაინტერესებული სოფელში განკურნული სახელმწიფოები და მზად არიან ამისთვის იდეებს თუ ხელისუფლებიდან გარკვეული პროგრამები და პროექტები ხელშემწყობილები შექმნიან ამისთვის მაგრამ არაფერი დაინტერესებული ამისი შეიძლება კომპეტენცია არ ყოფნით ამისი გარკვეული მოტივაციაც არ არის ამიტომ თავარი ჩემი აზრით ადგილობრივი ინტერესების საზოგადოების ხარდაჭერა რომელიც აქტიური ადამიანებია მათ ამერჩევლად ხარდაჭერა ხელისუფლების გარეშე თვითონ ძალიან ძლიერი ეხლა მოუჩები მამა და აგებდება საერთოდ თვითმმართველობის ერთ-ერთი ინტერესი ფინანსია არ არის ადგილობრივი მოსახლეობა დაინტერესებული სიასაში ხელისუფლებას იმედია რომ წაგებულია იმ პრობლემების დასაზრება რომელიც არის იმდენი გარკვეულ გავლენა ხელისუფლებას და შესაძლებლობას მიღება. ან მოხერხებები ჩართულია პოლიტიკური მიღწევები შესული ხუთიდან ერთი ვიზებს 4 აღებს შეიძლება დაკვირვება იქრო ძობრია გასულ ჩვენდა სამყაროსთან მოწოდა კიდევ ამ ერთობის კიდევ ეს პოლიტიკური მომენტი შეიძლება უნდა მოვაცილოთ აი ამ ეს აქტივობას იმიტომ ვფიქრობ მე რომ იქ ადამიანები უნდა მოდიოდნენ არა ვიღაცას დაემორჩილონ ან ვიღაცას ემსახურონ თბილისში არამედ ის მუნიციპალიტეტი და ის საზოგადოება განავითარონ ხო თუ ეს იქნება ამ მოსავალი მე აღარ იქნება ესეთი წინააღმდეგობრივი მომენტები. Ja, აი დღეს ახლა როგორ არის დღეს სოფლის წარმომადგენლების ერთ-ერთი მთავარია რომ მისი მომავლისთვის, მისი პერსპექტივისთვის მერის დავალებების შეაცვალა. და არა ის ადგილობრივი მისი მოსახლეობის ვისაც უნდა მომსახუროს იმათი ინტერესები გაატაროს. ეს უნდა შეგვიძლია ხომოდან თვითონ უნდა იცოდნენ თავიანთ სოფლის წარმომადგენლებს. თითოეული შრომელი კუთხე. ის კიდევ ბუნებრივია ის რომ მისი ავტორიტეტი, მისი კვალიტეტი მათ ამორჩევლებს ადამიანები რომლებიც ემდნენ და ამათთვის თანამდებობაზე თუ საქმე დავალეს მათ შორის აი კოოპერატიული მოძრაობები, კოოპერატივები აი ასეთი ადამიანების მონაწილეობის უნდა შეძლოს იქლა ამის საერთოდ treba დაჭირდება და თემის რესურსები რომელიც აი ამ სოფელს გააქვს და მისი ტრადიციულად მის განკარგულებაში იყო ეს მიწები იქნება თუ ეს თქვა ყოფილი საწარმოები უნდა გადაეცათ რაღაც ფორმით მათ შორის იჯარის ფორმით აი ამ კოოპერატივს და შემდეგ ამ კოოპერატივმა მიიღოს ყველა ის სიგნალა რაც სახელმწიფო